ის რაც ფოტოზე შემორჩა, ასე ქვია გამოფენას, რომელიც ბათუმის დრამატული თეატრის ფოიეში გაიხსნა. სურათების ნაწილი მე-20 საუკუნის დასაწყისში ცნობილი პროფესიონალი ფოტოგრაფების მიერაა გადაღებული. ექსპოზიციაზე არსებული ძეგლებისა და უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი სურათებია წარმოდგენილი. 30-მდე ფოტო სპეციალურად ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისათვის დაიბეჭდა. ღონისძიების ორგანიზატორი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოა. დღესვე თეატრის ეზოში დაკარგული კულტურული მემკვიდრეობა. ამ სახელწოდების ფოტო გამოფენა გაიმართა. სასტუმრო ლონდონი, ბათუმის ფოსტა, თოჯინების თეატრი, ეროვნული ბანკის შენობა. ორგანიზატორებმა იმ შენობების ფოტოები გამოფინეს, რომლებიც აღარ არსებობს. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია ბათუმისა და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებით მოეწყო. ძალიან კარგი გამოფენა არის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა წამოჭრილი ბათუმში, მით უმეტეს წარმოდგენილი არის ძეგლები, რომლებიც უკვე იყო უბრალოდ და ახლა აღარ არის. და ალბათ ამით ეს გამოფენა იმასაც მიგვანიშნებს, რომ უნდა გაუფრთხილდეთ ჩვენ კულტურულ მემკვიდრეობას. ძეგლთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში იმართება აღნიშნული ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილია ძველი ბათუმის ამსახველი ფოტოები, რომელთა დიდი ნაწილი შენობა ნაგებობის, რომელიც ამ ფოტოზეა სამწუხაროდ არ არის შემორჩენილი. ეს არის გარკვეული მესიჯი საზოგადოების მისამართით, რომ უკეთ გაუფრთხილდნენ საკუთარ ქალაქს, არ დატოვოს ის წარსულის გარეშე და არ შემორჩეს ფოტოზე. ის კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ რეგიონს აქვს და საერთოდ ზოგადად საქართველოს აქვს, უნდა გაუფრთხილდეთ და ის რაც ბოლო წლებში ხდებოდა და ძალიან ბევრი ძეგლი განადგურდა ჩვენს ქალაქში, ვფიქრობ ამაზე როგორც სახელმწიფო უნდა იყოს პასუხისმგებლობა, ამავე დროს უნდა იყოს იმ სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა, სწორედ დღევანდელ ჩვენ გამოფენას ქვია დაკარგული კულტურული მემკვიდრეობა, აქ ჩვენ გამოვფინეთ ეს როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, როგორ მდგომარეობაში იყო წლების წინ და ეხლა რეაბილიტაციის შედეგად ის საერთოდ დაიკარგა და დაკარგა თავისი იერსახე.